ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. მე გადაგლოცავთ გილოცავთ აგრომის წინვალე დღესასწაულს კიდევ ერთხელ და გილოცავთ ივერის ღვთისმშობლის ხატის დღეს. დღეს არის დიდი ჩვენი მართლმადიდებლური საქრისტიანო მსოფლიოს დღესასწაული და არის განსაკუთრებით დიდი ეროვნული დღესასწაული, ქართველთა დღესასწაული. ივერის ღვთისმშობლის ხატის დღე მოგეხსენებათ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გამოჩნდა ხატი ათონის მთაზე ზღვაში და ცეცხლსვეტი ატირდა და რომელიც ეს ხატი ჩაასვენა ქვრივმა, რომელსაც უკვე ვეღარ შეეძლო ხატის დაცვა, იმიტომ რომ მოვიდნენ ხატმებრძოლები და ხატს შუბი დაარტყეს სახეში და იქიდან წამოვიდა სისხლი და ზღვაში ჩააბრძანა და ზღვას მიანდო და რამოდენიმე თითქმის 200 წლის შემდეგ ათონის მთის სანაპიროზე ხატი მობრძანდა და იქ ცეცხლსვეტი ატირდა და ღვთისმშობელმა გამოეცხადა გაბრიელ ქართველს, მან და მაინც ქართველს და მოგზანა რომ შემოდიო ფეხითო ზღვაზეო, ფეხით გამოიარე, ნუ ეშინი არ ჩაიძირებიო და ჩემი ხატი მიირქვი და ივერონის ქართველთა მონასტერში, ივერთა მონასტერში დააბრძანებო და ესეც მოხდა. შევიდა გაბრიელ ქართველი და სწორედ გაბრიელ ქართველი ითვლება ათონისთვის ყველაზე დიდ წმინდანად და გამოაბრძანა ივერის ღვთისმშობლის ხატი და ხატი დააბრძანა ივერონის მონასტრის საკურთხეველში. შემდეგ რამოდენიმეჯერ ხატი თავისთავად კარიბჭეზე დაბრძანდა და რომ მიხვდნენ რომ აი ეს ღვთისგან იყო, გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი და უთხრა რომ მე აქ იმისთვის კი არ მოვედიო, თქვენ მე დამიცვათ, მე აქ იმის მოვედი, მე დაგიცვათ თქვენ. ამიტომ ივერონის და საერთოდ მთელი ათონისთვის დამცველად და მთელი მსოფლიოს ცველად და განსაკუთრებით ქართველთა დამცველად ითვლება ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი და მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ იცის, რომ ბოლო ჟამს ივერის ღვთისმშობლის ხატი დაბრუნდება, ასე ვთქვათ, წამოგზანდება თავის წილქვეთ ქვეყანაში, ვისი სახელიც მას ქვია, ივერიაში და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ უკვე ანტიქრისტე გამეფდა და ივერონის ღვთისმშობლის ხატი, ივერის ღვთისმშობლის ხატი დაიცავს საქართველოს ანტიქრისტესგან. აი ეს არის ჩვენი უდიდესი დღესასწაული და პატრიარქი ხშირად ბრძანებს ხოლმე წმინდესა უნეტარესილია მეორე, რომ ჩამობრძანდებაო ივერის ღვთისმშობლის ხატიო, საქართველოს ყველა პრობლემა მოეხსნება. აი ველოდებით ჩვენ ამის გამო პატრიარქმა გამოცხადებით მოხდა თქვენი ცით ტაძრის აგება მახათას მთაზე და ეს ხატი ეს ტაძარიც ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის არის და მთელი საქართველო ველოდებით ჩვენი პატრონის, ჩვენი დედიკონადა ღვთისმშობლის ივერის ხატის ჩამომზადება საქართველოში და ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი კარგად იქნება ივერიაში, ანტიქრისტე ვერ დაიდგავს თავის ტახტს. საქართველოს ყოლაწმინდა ღვთისმშობელი იცავს. გავიხსენოთ რა აუთხრა უფალმა დედა ღვთისმშობელს, როცა მას საქართველო ჩააბარა. წილი რო ყარეს ამაღლების შემდეგ მოციქულება უთხრა, რომ ეს ქვეყანა შენი წილქვედრია და ამიტომ შენს გამო მე მას დავიცავო და ვერავით არის მტერივას ვერ მოერევა. აი საოცარი სიტყვებია უფალმა აღთქმა დედა ღვთისმშობელს დაუდო, რომ საქართველოს ვერავინ ვერ მოერევა და ბოლო ჟამამდე იქნება და გაბწყინებული ჩაბარდება უფალს. გავიხსენოთ, უფალმა აღთქმა დაუდო აბრამს, ხო? და ებრაელი ერი როგორ შეინახა და როგორ მოვიდა მე ებრაელებში განხორციელდა. და წარმოიდგინეთ ახლა დედა ღვთისმშობელი, დედა მაცხოვრის ხო და რამდენად ის მაღალია და აღმატებული აბრაამზე და არა მარტო აბრაამზე, ნებისმიერ ანგელოზზე და მას დაუდო აღთქმა, რომ ივერია დაცული იქნება და მას ვერავით არის მტერი ვერ მოერევა, თუ დავაშავებთ ჩვენ დავიჟევით, მაგრამ მტერი
საბოლოოდ ჩვენ ვერ მოგვერევა და საქართველოს მეორედ მოსვლამდე იქნება და გაბრწყინებული ჩავარდება ოქროს. აი ეს არის მაცხოვრის აღთქმა დედა ღვთისმშობლის მიმართ და რა თქმა უნდა ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და ვერაფერი ვერ განაკარგებს. რამდენადაც ა ブラ ამზე დიდია დედა ღვთისმშობელი, იმდენად დიდია ეს აღთქმა საქართველოს მიმართ, მაცხოვრის მიერ დედა ღვთისმშობლის მიმართ აღთქმული. და შემდეგ დედა ღვთისმშობელი ეუბნება ანდრია მოციქულს ვიგოყანანებს, როცა თავისი ხატი გაატანა მაცხოვრის ბრძანებით, მისი ლოცვა-კურთხევით, რომ მე ვიქნები ყოველთვის ქართველ ხალხთან და ვერავინ ვერ მძლე ექნება მას. ვერავინ ვერ მძლე ექნება ქართველ ხალხს. ვერავინ ვერ მძლე ექნება ქართველ ხალხს. აი, ქართველი ხალხი, ქართველი ერი, იმიტომ კი არა რომ ჩვენ დავიმსახურეთ ეს. იმიტომ რომ ღვთისმშობელმა გადაწყვიტა ეს და იმიტომ რომ ეს უფლისნება. ამიტომ არის საქართველოს მოურევნელი და უძლეველი, როგორც პატრიარქი ამბობს ხოლმე. ხშირად არც დაბადებულა, არც არის დაბადებული და არც არასოდეს დაიბადება ისეთი საქართველოს მომრევი ადამიანი. გავიხსენოთ ჩახაბასის სიტყვები. კაცმა რომელმაც უზარმაზარი იმპერიაში ორი მტერი ვერ დავამარცხეო. სიკვდილი და ქართველები. ქართველებმა გაუნადგურეს მაშინ მსოფლიოში ნომერ პირველი არმიის ნახევარზე მეტი გაუნადგურეს მარტყოფის ომში, მარავდის ომში და შემდეგ აი პარტიზანულ ომებში. აი ეს არის, ამიტომ უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ჩვენ ღვთისმშობლის შვილები ვართ და ეს არის ჩვენი უდიდეს პასუხისმგებლობა. ჩვენი კი არ ნავიტრაბახოს ახლა ჩვენ შვილები ვართ და არაფერი არ ვაკეთოთ. მასე უფალმა ებრაელებს უთხრა რო ტრაბახობთ რომ ა ブラ ამის შვილები ხართ, ღმერთ შეუძლია ქვებისგან აღადგინოს ა ブラ ამის შვილა, აღუდგინოს ა ブラ ამის შვილები. ჩვენ უნდა ღირსი გავხდეთ იმ დიდი მისიის, რითაც ჩვენ დედა ღვთისმშობლის იმხედრობამ ჩაგვაბარა ეს დიდი მისია. კვართი უფლისა ჩვენთან არის. ღვთისმშობლის სიმბოლოა კვართი. ჩვენ გავხდით ღვთისმშობლის იმხედრი და კვართი ჩაგვებარა მოგეხსენება. ეს ერთმანეთთან აბსოლუტურ კავშირშია. ჩვენ ილია თესბიტელის ხალენი გვაქვს. ილია თესბიტელის ხალენი ეს არის შეურიგებელი კომპრომისო, მართლმადიდებლობის და სამღვდელო მსახურების სიმბოლო. ჩვენთან არის ესა. კვართი დედა ღვთისმშობლის ჩვენთან არის. აი მსოფლიოში ყველაზე დიდი წმინდები საქართველოშია თავმოყრილი. ხო და ამიტომ ჩვენ უნდა ღირსი გავხდეთ ამ წმინდებისგან. ჩვენი არასწორი საქციელი, ჩვენი ურწმუნოებით, ჩვენი ასე ვთქვათ, დაუდევრობით, ჩვენი გულგრილობით არ უნდა ასე ვთქვათ, არ უნდა შევარცხვინოთ ის მისია, რომელიც ჩვენ უფალმა და ღვთისმშობელმა დაგვაკისრა. და თუ ასე ცუდად მოვიქცევით, ჩვენ დავზიანდებით. საქართველოს მაინც ვერავინ ვერ მოერევა, მაგრამ იქნება ძალიან ბევრი გასასწრელი საქართველოში, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხი თანდათან უფრო ეროვნულ და სარწმუნოებრივ განწყობილში მოდის. თანდათან ძალიან ბევრი ეკლესიები სავსეა და თანდათან უფრო მოვა ხალხი ეკლესიაში. რას რო გავა, ეს ნამდვილად იცოდით. ერთი რამე მინდა გითხრათ. ანტიქრისტეს მეთოდი არის, რომ ერების ცნება განაკარგოს. რო არ იყოს ერები. იმიტომ რომ ერთიანი მასა უფრო ადვილი სამართავია. აი რა გაუკეთა ანტიქრისტემ ახლა ევროპის ქვეყნებს. შეყარა შიგნი არაბები, თურქები, ზანგები, რავის უამრავი ხალხი, რაღაც არეული მასა წარმოადგინა და პირდაპირ ამბობს ანტიქრისტე. ნახეთ მათი განცხადებები. ამას ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ადვილი სამართავი გახდეს მთელი ხალხი. ბაბილონის გოდოლი. აი ესა. მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ხო ცნობილია საყოველთაოდ. ჩვენ ქართველებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია. აი ამას დავაკვირდეთ ძალიან და ეს ძალიან გავაცნობიეროთ. ასე რომ ჩვენ იმ ბაბილონის გოდოლში, რომელსაც კი ანტიქრისტეს მსოფლიო ასე ვთქვათ, გლობალური და რაღაც უბედურება, ქართველი ხალხი ჩვენ მასში არ უნდა. ჩვენ უნდა ჩვენთვის ვიყოთ, ღვთისმშობელთან უნდა ვიყოთ, მაცხოვართან უნდა ვიყოთ, როგორც უფალი ამბობს,
მე დაგიცავ თქვენ ბოლო ჟამს, როცა მთელ მსოფლიოზე უდიდეს გასასწრები მოვა. და ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ თურქის საჩვილება. აი მე გეტყვით თქვენ ახლა. ათონელი ბერები ამბობენ და იციან ათონელმა ბერებმა და ყველა მიცის ეს, რომ შობა დღეს ათონელი ბერები გალობენ ნენანას, რა უთხრენ, ქართულს აგალობებს. და რა უთხრენ, რაც არ ვიცითო, მაგრამ ამას თვიშობელი აკვანში უგალობდა მაცხოვარს. საოცარი. აკვანში უგალობდა მაცხოვარს. ნახეთ რა შეასახმე. სულთმოფენობის დროს, როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და ყველა იმ ქვეყანაში უნდა წასულიყო, სადაც წილი უყარა მაცხოვარმა. ყველა იმ ქვეყნის ენაზე ამოწყდა. მრავალ ენაზე ამოწყდა. თვიშობელი ქართულად მეტყველებდა ჩვეულებრივად. იმიტომ რომ მას ილათ ერქვა საქართველოს და პირველ რიგში სულიწმინდა მასე გარდამოვიდა, ერთად გარდამოვიდა ხო? და ამიტომ ჩვენ ყველანაირ ქართულს უნდა გავუფრთხილდეთ. იონე ზოსიმე როგორ ამბობს, დიდი ქართველი ბერი, ენასამაშინა საიდუმლო ყოველი დამარხულარს. ენასამაშინა საქართველოს ეკლესიამ ეს ტიპიკონში შეიტანა კალენდარში. ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი. ლაზარეს პეტრარგინების დღეს. ლაზარია ჩვენი წილი სახალიფაში ხო? ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ყოველგვარ ქართულს. და რაც არის ენა ქართველთათვის, იგივეა მელოდია ქართველთათვის. იგივეა ქართული გალობა. ქართველი კაცი ქართულ ენაზე აზროვნებს, ქართულ გალობაში აზროვნებს და მისი შინაგანი მთლიანად ბუნება სულის უღრმეს ფენები. სულის უღრმესი ფენები მეცნიერები იმას სხვა შორის არაცნობიერსაც ეძახიან, რომელსაც ჩვენ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებს, მაგრამ სულის უღრმესი ფენები საიდანაც აზრები მოდის. აი რომ წორია რომ საიდან მოდის, აბა გარკვია. აი უღრმეს ფენებიდან ისინი ყველაფერი ჩვენში ჩვენ მშობლიურ ენაზე და ჩვენ მშობლიურ მელოდიაზე აზროვნებენ და ამიტომ არ უნდა გადავახიო ჩვენ ესეთი ბრწყინვალე აი სამხმიანი გალობა მოგვეცა წარმოგიდგენიათ ხო? სამხმიანი გალობა. წაიკითხეთ საიდუმლო ლოცვები ლიტურგიის როგორც ბასილი დიდის იონე ოქროპირის ასევე. მერთო წმინდაო, რომელიც სამწმინდა ხმითა სამწმინდითა ხმითა სერაფიმთა მიერი გალობი და ხელულთა მიერ სიდმის მეტყველებით. სამწმინდა და მე კიდე იმეორებს იმავე ლოცვაში ცოტა ქვემოთ. სამწმინდითა ხმითა. აი ეს არის. ჩვენ ეს საოცარი გალობა გვაქვს, წმინდა სამების სიმბოლოა სამხმიანი გალობა. სამწუხაროდ რასწავლად არის ზოგი ხალხი, რომელიც რატომღაც გონია, რომ თუ ბერძნულად იმღერებენ, ეს არის პრაგმატობა და პროგრესი. და ქართულად გალობა, სამხმიანი გალობა ეს არის ჩამორჩენილობა. ეს პროვინციონალიზმია, პროვინციონალიზმი. ეს არის საშინელი, ასე ვთქვათ, დეფექტი სულიერი აზროვნების. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ეგ ხალხი და მათი გურუები იძახიან, რომ ზეციური საქართველო არ არსებობს, რომელიც აბსოლუტურად წინამდებობაში მოდის წმინდა მამათა გადმოცემასთან, საეკლესიო ფაქტებთან, პატერიკებთან და საბჭოთა ჯგუფთან თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ყველამ ვიცით ჩვენ, უამრავ წმინდა მამას აკითხავს წერილი და თანამედროვე მთავრები, მართლმადიდებლები, როგორც წმინდა ნაჩერაცხულები, ისე დღევანდელები, პირდაპირ ამბობენ, როცა ადამიანი სიკვდილის იდგება, მას უფალი უგზავნის მის ახლობლებს, ძმას, დას, დედას, შვილს, ვინც არის გარდაცვლილი, რომ მან ისინი დაინახონ და გაუადვილონ ამ ქვეყნებას. ეს უამრავი ფაქტებია. უამრავი ფაქტებია, ნახეთ, რამდენი ამბობს, რამდენი წმინდა მთავარი ამბობს ამას. ხედავთ, ესე იგი, იქ არის ჩვეულებრივად ხსოვნა, დიდი სიყვარული ოჯახის წევრებს. გაბრიელ ფიქოზე კაცო, უდიდესი წმინდანი, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო დონის წმინდანი. გარდაცვალების დღეს, როცა საშინელია ეს მომენტები დაუდგა, რომ სული სხეულს ეტყობა, მისი ბოლო სიტყვები იყო, იქავზე ვინც ადგა იმათ უთხრა, ჩემი ცოლ-შვილი როგორ არის? სად არიანო და ამათ უთხრა 60-შეშია, ეუფე შენი ცოლ-შვილიო და კეთილი კაცი ხარ შენ კეთილია. ესე იგი, ადამიანი გარდაცვალების მომენტში თავის ოჯახის წევრებზე ფიქრობდა, სად არიან ისინი? და რა თქმა უნდა 60-ში არის.
რასაუს პრობლემაში მის თავის ოჯახის წევრზე არ ზრუნავს ის ურწმუნოზე და უარესია. ამიტომ როცა ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან მისი მეხსიერება თან მიყვება იმას. აი მე მინდა ერთი მაგალითი გითხრათ, რომელიც ჩემ ოჯახთან არის დაკავშირებული. მე მამიდა მყავდა. მამიდა ძალიან ცნობილი პედაგოგი სასწავლოში, ქიმია ბიოლოგიის. ძალიან ცნობილი, მაგრამ დაბადებული იყო იმ 20-იან წლებში და ათეისტური ზეგავლენის ქვეშ. პიონერ ხელმძღვანელი იყო და მახსოვს მე სკოლაში რომ მიყავდი ხოლმე, სულ მეუბნებოდა არაფერი არ დაიჯერო, არაფერი არ არსებობს. მაგრამ იყო ძალიან კეთილი, ღმერთმა მიუტევოს. ძალიან კეთილი იყო. მან გამზარდა ჩვენ მათი მისი გასილი ვარ გარკვეულწილად, თუ დედა ჩემმა ბებიამ და მამიდა ჩემმა. ბებია ჩემი იყო ძალიან ღმრთ მოსწონე. ხოლო დედა ჩემს ხილვები ჰქონდა ესეთი მოწონე იყო, გლიშვილი იყო და გლიშვილი იყო. ბაბუა ჩემის მამა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა აკურთხა გლად. მამა ილარიონი. მისი მამა კიდე ჩემი დიდი ბაბუა იყო ბლაყუჩინი მიხეილი. სვიმონ ჭედლიძის მამა იყო. ანუ ბაბუა ჩემის მამა იყო სვიმონ ჭედლიძის მამა. სვიმონ ჭედლიძის ბებია, ისა შვილი დომნიკა არის ჩემი ბებია. ხოლო სვიმონ ჭედლიძის და არის ჩემი ბებია. ხოლო ნახეთ ეხლა ეს მამიდა ჩემი იყო ძალიან კეთილშობილი ადამიანი. ამესადინებდა მოსავლებს ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს პედაგოგად, ძალიან ცნობილ პედაგოგად ქიმია ბიოლოგიის და მოსავლებს რომ მოსადინებდა, ნახევარზე მეტი უფასოდ მეცადინებდა მოსადე, სულ ყველას ეხმარებოდა. ეცოდებოდა სულ ყველა და ყველას ხელს უმართავდა. და ესეთი სიკეთის გამო ეს კალი რომელიც ათეისტი სარკომა დაემართა 2 თვეში გარდაიცვალა და მთელი 2 თვე ტიროდა. რატო ვიყავი ურწმუნო? თქვენ ახლა ვერ ხედავთ, აგერც ისო მამა ჩემიო, აგერც ისო ჩემი ბიზაშვილი ყავდა ცისანა, მთელ სანაცესო ჩამოთვლა აგერზია. თქვენ ვერ უყურეთ მეგიდო აბსოლუტურად საგუნებაზე. და ესეთი სინანულით და ესეთი საღი ცნობიერებით გარდაიცვალა ადამიანი და წავიდა ძალიან ღრმად მორწმუნე. რატო გააკეთეს უფალმა? დაუფასა ის დიდი სიკეთე, რომელსაც ის მთელი ცხოვრება აკეთებდა და ურწმუნო არ გაიყვანა. და მე როცა გულად მაკურთხეს, მაგის შემდეგ 18 წელი გავიდა და გულად მაკურთხეს. რომ მაკურთხეს გულად, მეორე დღეს ღამე მოვიდა ჩემთან 18 წლის მიცვალებული მამიდა. ესე ხელი გააკეთა და მეუბნება, მამაო, მაკურთხეო. მეუბნება, იმას კი არ მეუბნება, გოჩაო, მისი გასწილი ვიყავი. მე ისი გასწილი პატარაობიდან, თვეებიდან და მამაო, მაკურთხეო. აი ესეთი ამიტომ უნდა გვახსოვდეს შვილო ეს ნაცისაური კავშირები, ეს სულთა კავშირი არის პატრიარქი. ყოველ დღე ჩვენი ილია მეორე ვინ არის, რომელი ხალხი ეგეთი, ან ვინ არის ეს სოფლიოში ეგეთი. ეს არის უდიდესი წმინდა მამა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა. თავი შობლების სურათთან დევს ტყილეებს, გამოაყენე და ხალხს საჭმელს, რომ მადლი ჩემ შობლებს მიიღო. აი ეს არის. ამიტომ რომ არიან ახლა საწყლები ღმერთმა უშუალოდ რა თქმა უნდა ესე პრადვინუტები ესენთან სინამდვილეს ტროცკისტები რომ ტროცკი იძახოდა მაგას და ალენდალესი იძახება მაგას და ეროვნული ნიველირება უნდა რომ ადვილად ემართა ანტიქრისტეს ხალხს არაფერი არ არის რომ იძახიან ეს არის აბსოლუტური შუმიტყვი უამრავია მაგალითად რამდენიც გნებავთ იმდენი მაგალითები შეგვიძლია მოგვიყვანოთ დღეს ივერისტის შობლის ხატის დღეა და ჩვენი ეროვნული დღესასწაულია და მიტოვა მახვილებ ამასე ყურადღებას ეს ყველა უნდა იცოდეს აი წარმოიდგინეთ ახლა სახარებაში როგორ წერია იცით თქვენ ის დიდარი კაცი დღე და ღამე კეიფობდა ბისონით იმოსებოდა არაფერი არ აინტერესებდა სულ ლაზარე იყო მის კარზე გაჭირვებული საწყალი ავანტყოფი, ძირს დაგდებული, ნაცეცები ენატრებოდა, ნამცეცები ამ დიდის სუფრიდან გადმოვარდნილი იმის ნამცეცები და იმასაც არ აჭმევდნენ. ძაღლები ლოშნილედო მისყულებს. გარდაიცვალა ეს ლაზარეო და წაიყვანა უფალმა აბრაამის სიახში. აბრაამის სიახი იყო ძველასპანში, სადაც ტანჯვარი. მოკდა მდიდარი და დაეფლა და ახილა თვალი ჯოჯოხეთში. და რომ გახედაო ის აბრაამში, წიაღში ეს ტანჯვარი არის. და შეევედრაო ცეცხლში იწვისო და შეევედრაო აბრამსო მამა აბრამო ხარიო ლაზარესო დააწოსო ისო რა ქვია
თითიო წყალშიო და ენაზე დამაწვას, იმიტომ ვიტანჯები ამელის ცეცხლისა. მაშინ აბრამი ეუბნება შვილო მთელი ცხოვრება გაადარეთ დიმბიდაურში და გლახაკი და გაჭირებული არ გასწორდა და ამიტომ მან სამართლიანად იშები ახლა შენ და ეს წელი ცხოვრება იტანჯებოდა და აგერ შვებაში ადრეს. ხო და მაშინ ეტყვის ეს დიდარი მამა აბრამ გეხვეწებია. ძმები მყავს დედამიწაზე. გააგზავნებინ მე მაგიდანო რომ ისინი არ მოიქცენ მასეთ ცუდად როგორც მე ვიქცეოდიო და ამ ადგილზე მე რო ვარ ახლა სადანჯოში არ მოხდენ. ხედავ შენ კაცო. ესე იგი ჯოჯოხეთში მყოფი ეს საშინელი ზუნწი ადამიანი თავის ოჯახის წევრებზე ზრუნავს. ოჯახის წევრებზე ზრუნავს. ის კი არა რომ დაავეშტავენ ვინ არის მისი ძმა და ვინ არის ოჯახის წევრები. ზრუნავს რომ დაინახა რა ხელა სადანჯველია. უკვე ზრუნავს იმაზე რომ მისი ოჯახის წევრები ამ სადანჯველში არ მოხდეს და აბრამს ეუბნება გამოაფრთხილე ისინი გავაგზავნა აბრამი ეუბნება რას ეუბნება აბრამი იმას ეუბნება რასაც ჩვენი ეგრეთ წოდი პრადვინუტები სექტანტური აზროვნების ხალხი ამბობს არაფერი არ არის იქ ეროვნულიო და ყველა თუ გაქვს იმედი ეროვნება არ არსებობსო და დანომრილები ხართ უყოლა და ყველა ერთნაირები ხართო ამას არ ეუბნება ნახეთ რას ეუბნება მოსე აკვავთო მაგათო და წინასწარმეტყველებიო წაიგითხონი სიგნები და ახარ მოხდებიან მანდ ესე იგი ფაქტიურად უწონებს მის ზრუნვას მაგრამ აჩვენებს სწორ გზას რომ წაიგითხონ ის წინასწარმეტყველები და მოსე და აღარ მოვლენ მან მოიქცენ სწორად ხედავ აი ეს არის მე რო ეუბნება რომ არა თუ მიმოხდა ეთარგება და მივა მაშინ დაიჯერ თუ მოსეს არ დაუჯერებენ წინასწარმეტყველებსო არც ეთარგებას უჯერებენ უთხრობ მაგრამ აქ თავარი რა არის ეს კაცი ზრუნავს თავისი ოჯახის წევრებზე და აბრამი კი არ ტუქსავს შენ რას ლაპარაკობ აქ არ არის არც მობა არც დევა არც ეროვნულობა არც არაფერი პირიქით ეუბნება რომ თუ გინდა რომ შენი და ძმები და შენი ოჯახის წევრები მან არ მოხვდნენ მაშინ ეს უნდა შეასრულო გზასასწაულს ხო და აი ამიტომ არის ძალიან დიდი შეცდომა რომ ესე იგი ჩვენი პრადვინუტები ის უკუღმა პრადვინუტები ასე რომლებიც იძახიან რომ არაფერი არ არის ინფორმატოს ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ძალიან დიდი შეცდომა და ეს არის ივერის ყოლას მინაფტიშობლის ხატის წინაშე პირველ რიგში ცოდვა და დანაშაული იმიტომ რომ თიშობლის წილფხედვია საქართველო და ვინც ქართველი ხალხის მტერია და ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგია ის თიშობლის მტერია ხედავ და შენ როცა ამას ამბობ რომ იმ ქვეყანაზე ქართველობა არ არსებობსო არა მარტო კონკრეტული ქართველი ადამიანის მტერი ხარ და კონკრეტულია ასე ვთქვათ ადამიანთა ჯგუფების აი მილიონობით ადამიანების მტერი ხარ რომლებიც ეცაშია რომლებიც ქართველები არიან ქართველად გარდაიცვალენ რწმენისა და მამულისათვის დადგეს თავი და შენ ეუბნება თქვენ არ არსებობთ აი ეს მე ნაკურთხი ვარ ეპისკოპოსად 24 დეკემბერს ყოველთა წმინდა ქართველთა წმინდათა დღეს ამიტომ ასეთ ხალხს ურჩევ რომ ამ დღეს ძალიან მოერიდონ კი არაფერი დაემართონ იმათ იმ ქართველმა წმინდანებმა არაფერი მოწიონ მილიონობით არიან ისინი აი ეს არის ამიტომ გახსოვდეს ეს მეგობრებო ყველაფერი და შეგვეციოს ივერის ღვთისმშობლის ხატი და მე გულდასაწყვეტი რა არის ეს სექტანტურად უაზროვნე ხალხი ნახე რა საკეთებს ქართული გალბობა იუკადრისეს და ბერძნულად მღერიან ამას իրად ნახე ახლა ადგომის ლიტურგია დადიოდნენ თავისი მონასტრის გარშემო და მღეროდნენ ბაიათებს ბერძნულად რატო ქართული გალბობა არა საქართველოში ქართველი გალბობა არ არის აბა ფილიმონ ქორიძე რისთვის ყავდა ჩვენ ძმები კარბელაშვილები რისთვის ყავდა უდიდესი წმინდანები არიან იმათ შემოგვინახეს ეს ყველაფერი ჩვენ კანონიკური გალობები იგალობე კაცო ის რასაც ჩვენი წინაპრები და შენი ხალხი გალობს ქართულად რაც ღვთისმშობელმა აკურთხა რა უთხრა ღვთისმშობელმა ივანე ათონელის შვილს ექვთიმე ათონელს რომელსაც დავიწყებული ჰქონდა იმის გამო რომ მძევლად იყო საბერძნეთში ქართული დავიწყებული ჰქონდა ძლივს ლაპარაკობდა რო გამოეცხადა ალბათ რო იყო და განკურნა უთხრა ხსნილად უგნობდე ქართულათო გამართულად ილაპარაკე ქართულათო პირდაპირ უბრძანა და ამის შემდეგ ეს გამართულად დაიწყო ლაპარაკი და
მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური ლიტერატურა ქართულად გაათარგმნა უბწყინვალესად. სად მივდიხარ შენ მაგათ რისხვას რაც? სად მივდიხარ შენ გიორგი მთაწმიდელის რისხვას? სად მივდიხარ ფილმონ მონღოლიძის და ძმები კარველაშვილების და მილიონობით ქართველი წვენისა და მამულისთვის ასე ვთქვათ მოწყვეტილთა რისხვას? სად მივდიხარ შენ? ვერსად ვერ მივდიხარ შენ. მე მახსენდება გაგწერილი სექსი. მე მგონი ღამურა ქვია ხო? ერთმა უგნურმა თაგუნამო უიწადინაო ჩიტობა ფრინველობა და გახდა ღამურა. აი ესა შენი მოგცა უფალმა. რა თქმა უნდა დიდია ბერძნული ხალხი. ძალიან დიდია ბერძნული დამსახურება საბერძნეთის ხალხის. ყველა ჯერ ერთი რომ მათ ბერძნულად ითარგმნა ძველი ახლა მთლიანად. ხო? მერე ოთხთავი გარდა მათე სახარებისა და ყველა ეპისტოლე ბერძნულად დაიწერა. მოგეხსენებათ. უდიდესია. მაგრამ ღვთისმშობლის სიყვარულობა ბევრად მეტი არა ჩვენ ვართ ღვთისმშობლის სიყვარული. და მეორე რომ დაგიჯინიათ ათონისთაო ბიჭო გამაგებინე ქართველები წავლენ ათონისთაზე ბოლოჟამსო ათონელები ჩამოვლენ საქართველოში ბოლოჟამს. ათონელები ჩამოვლენ საქართველოში ბოლოჟამს. აქ გადარჩებიან ისინი. იმიტომ საქართველოს ბევრად აღმატებულია ათონისთაზე. ეს არის ღვთისმშობლის სიყვარული. ათონისთა დაიძირება. ღვთისმშობლის ხატი ივერონის აქ ჩამოვა. და შენ რა უკვე მაგვიტრიალებ ამას ყველაფერს. მერცმა დალოცოს უდიდესი დამსახურება ბერძნულ ხალხს. მაგრამ რა ვქნათ ახლა ბერძნები ახალწლზე არიან და შენ ესე გინდა რომ მიგვაცოთ და ჩვენ ახალწლზე გადავიდეთ? ეს გინდა? ბერძნები ერთნაირ სიათაგორწილება დააკანონეს და შენ რომ ჩვენ იმაშობი რა ქვია გვაიძულებ და რაღაც ისე რეკლამას უწევ ბერძნულად იმღერეთო რა გავაკეთოთ ახლა ჩვენს ესე დავაკანონოთ ის უბედურება? რა ქვია ამას გას? თურაშაულის პატრონიო ტყეში პანდას ეძებდაო. ამას ქვია ეს. კვართი საქართველოშია. ღვთისმშობლის სიყვარული საქართველოა. ღვთისმშობლის კვართი და მაცხოვრის კვართი საქართველოშია. ილია თესბიტელის ხალენი საქართველოშია და ის ათონისა აქ ჩამოგზანდება. მერცვალშიდობით ჩამოიყვანოს. საქართველო კი არ ჩავა იქ. შენ რა უკუღ მაგვიტრიალებ ამას ყველაფერს კაცო. კეთილი ინებე და ცოტა აზრზე მოდი მეგობარო. ეს ივერია ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანა და გაანებე ბერძნული ბაიათების სიმღერებს ქართულ ეკლესიაში. მე ვნახე და გული შემიწუხდა კაცო. ივერონის დღეა დღეს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღე და აი ამას იმიტომ ქადაგებ სპეციალურად. აი ეს არის. თუ ვინმეს ეს არ ესმის, რას იზავ კალმად ჩვენ არ გვინაგავს. დაენუ ესმის. მაგრამ ძალიან მწარე პასუხის გამოვწევს ის სინაში. მე ვნახე იქ ქართველობაზე რომ მოაქვს თავი, დაყვებოდნენ ამას გარშემოდა ბერძნულ ბაიათებს ღეროდნენ. სირცხვილი მათ და შერცხვენა მათ ამის გამო. და ქართული გავლობა აღარ არის საქართველოში. ნუ ატყუებ ხალხს, თქვენ არავითარ პატრიოტები არ ახართ საქართველოს. აი ეს არის. მეც მანდაგლოცო ჩვენ. გაგახარული არ არის. იცოცხლე. Allah.